ბიტკოინის და ეთერიუმის სწრაფი აპდეითი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ბიტკოინის და ეთერიუმის ჩარტები, არიან თუ არა ისინი მზად, რომ გააგრძელონ მაღლა სვლა ამ ლიკვიდობების შემდეგ და განვიხილოთ ის ტრეიდები, რომელიც ავიღეთ. პირველ რიგში განვიხილოთ ის ტრეიდი, რომელიც მე ავიღე, Discord-ზე დავჭერე და YouTube-ზეც მქონდა განხილული, ანუ entry გქონდა აქ, stop loss-ი ქვეყნა აქ და ტარგეტი იყო აი აქამდე. დავინახეთ, რომ ტარგეტი იდეალურად შესრულდა, ანუ ყველაფერი იყო იდეალურად და ანუ ჩვენი ტრეიდი გამოვიდა და ესე ვთქვათ, იყო წარმატებული. მით უმეტეს აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ლეველი, რომელიც ჩვენ მქონდა ტარგეტისთვის არჩეული, ანუ იდეალურად დარესპექტდა და აქედან ხედავთ, რომ წამოვიდა შემდეგ კორექციაზე, ანუ ჩვენ სწორედ უყურებდით ამ ტარგეტს. შემდეგი სცენარი იყო, ანუ რა თქმა უნდა ჩვენ სცენარებით ვმუშაობთ და სცენარებზე ვაჭრობთ. შემდეგი სცენარი იყო, რომ ამას თუ გავარღვევთ ჩვენ, წარმოიქმნებოდა აქ ლონგი, რა თქმა უნდა ეს ლონგი აღარ იყო უკვე ასეთ უფი, მაგრამ ანუ რახან ჩვენ ვიცოდით, რომ თუ ამას გავარღვევთ, ეს იქნებოდა ეთერიუმისთვის სიძლიერე და ტარგეტი იყო აქამდე, მაგ შემთხვევაში ან ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა აქაც ტრეიდი აგვიღო. თუ მაგალითად ბაზარი ამას გაარღვევდა და პირდაპირ ამას დაეჯახებოდა, მაგ შემთხვევაში ჩემთვის არ იქნებოდა აქ ტრეიდში შესვლა საინტერესო, იმიტომ რომ თუ პირდაპირ ფასი აქ ამოვიდა და მე წამოვიდა ქვემოთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ მან აიღო ლიკვიდობა, აქ შევიდნენ შორტერები და შენ არ გინდა რომ მათ საწინააღმდეგოდ რა თქმა უნდა ტრეიდი აიღო. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ მან გაარღვია მხოლოდ და მხოლოდ ეს ლეველი, ჯერ მაღლა ლიკვიდობა არ აუღია და აქ იდეალური იყო ესე ვთქვათ ტრეიდში შესვლა. მე აქ ორდერი მქონდა დადებული, მაგრამ ველოდე არ შემივსვა, ამიტომ გავთიშე, იმიტომ რომ ვიძინებდი და როცა ვიძინებ, არ მიყვარს ხოლმე ტრეიდში შესვლა, გამომდინარე იქიდან, რომ მენეჯმენტი არ შემიძლია ტრეიდის, არ შემიძლია stop loss-ი, ესე ვთქვათ, stop loss-ის მენეჯმენტი არ შემიძლია, take profit-ების მენეჯმენტი არ შემიძლია და ამიტომ ესე ვთქვათ, გავთიშე ეს ტრეიდი და ვხედავთ, რომ ღამის 3 საათისკენ შემივსებდა და თუ დავტოვებდი ესე ვთქვათ, მაგრამ ანუ ის სცენარი, რომელიც განსაზღვრული ქონა, ეგეც იდეალურად გამოვიდა. და შემდეგი იყო მეგობრებო შორტი. შორტს რა თქმა უნდა მე უყურებდი ფასში და იდეალურად ესე ვთქვათ, ანუ ეს სცენარიც გქონდა განხილული, აქ რომ პირდაპირ წამოსულიყო ქვემოთ, ან ესე ვთქვათ, ფასში აგვიღო ტრეიდი. მე აქ რა თქმა უნდა ფასში ავირჩე, იმიტომ რომ შენ მოდიხარ მთლიანად სუპორტიდან და შენ არ გინდა რომ აქ ამის საპირისპიროდ პირდაპირ ეგრევე ესე ვთქვათ შორტი აიღოთ. მით უმეტეს აქ კიდევ გქონდა ბევრი ადგილები გასატესტი და ანუ stop loss-აც ადვილად ვერ აერჩევდი, ანუ აქაც იყო გასატესტი ესე ვთქვათ. ეთერიუმის ფასი რაც შეიძლება მომავალში კიდევ გაიტესტოს და აქ აუცილებლად მოუწევთ კიდევ შორტებს, მაგრამ ანუ სად უნდა აგიღო შორტი, აქ შეხვიდოდი თუ აქ შეხვიდოდი, ანუ აქ თუ შეხვიდოდი stop loss უნდა დაგიყენებინა აქ და რა თქმა უნდა ჩვენი ესე ვთქვათ setup-ი არ იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ risk reward არ იქნებოდა კარგი. მაგრამ დღეს რა თქმა უნდა შევედი მე ამ ტრეიდში, ანუ ვიცით რომ ვიყავით high time frame support-ზე, სადაც ბევრმა დააფიქსირა მოგება, რომელიც ამ ლონგებიდან მოდის და სადაც ვიცით რომ ბევრი შევიდა შორტებში, ამიტომ ჩემთვის ეს ადგილი საინტერესო იყო და ველოდებოდი, ესე ვთქვათ, ფასში მომხდარიყო ტრენდის უკუცვლა. და ესე ვთქვათ, შევსულიყავი შორტზე. რა იყო ჩემი კონფირმაციები შორტის, ეს რა თქმა უნდა double time frame-ზე არის მეგობრებო. ხედავთ აქ რომ ესე ვთქვათ, ეს არის ბოლო წერტილი, რომელმაც აგვიყვანა ლოკალურ high-ზე. შემდეგ ხედავთ რომ ეს დავკარგეთ, მაგრამ მე აქ არ შევსულვარ. პირდაპირ დავულეთ კიდევ ორმაგ კონფირმაციას. რა არის ეს ორმაგი კონფირმაცია? ესე რო შევხედოთ, ეს არის, ანუ ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, ანუ high, low, higher high, higher low, higher high და შემდეგ გვაქვს lower low, lower high და შემდეგ გვაქვს ესე ვთქვათ ამ ტრენდის დადასტურება და ესეც რო ჩამოვარღვეთ, ეს იყო ჩემთვის იმის ინდიკაცია, რომ აქ უნდა შევსულიყავი შორტში, ანუ შორტი აქაც იდეალური ესე ვთქვათ entry იყო, stop loss-ი მეყენა აი აქ და ანუ ხედავთ რომ იდეალურად გამოვიდა ეს ტრეიდი, რა თქმა უნდა გზადაგზ დავაფიქსირეთ ჩემი მოგებები. პირველად ჩემი მოგება იყო ადრე იყო ჩემთვის პირველი მოგება. კეთოთ ახლა სად დავაფიქსირე მოგება. პირველი მოგება დავაფიქსირე აი აქ, მეორე მოგება დავაფიქსირე აი აქ ლიკვიდობაში და ახლა 20% მაქვს კიდე გაშვებული და stop loss-ი მაქვს აქამდე ჩამოტანილი. ანუ რაც არ უნდა მოხდეს, ახლა ეს ტრეიდი ჩემთვის არის risk free და ანუ მაქსიმალური მოგება მაქვს დაფიქსირებული. მოდი ახლა წავშალოთ ეთერიუმზე ყველაფერი და განვიხილოთ თუ რა შეიძლება ახლა მოხდეს. ახლა მე რა თქმა უნდა არანაირი ლონგით არ ვარ დაინტერესებული რომ პირდაპირ ავიღო, რატომ? იმიტომ რომ ის ადგილები რაც აქ იყო გატესტილი, ხედავთ რომ ყველაფერი გაიტესტა და აღარაფერი აღარ დარჩა გასატესტած. რა თქმა უნდა შეიძლება ახლა რომ აქაც ეს ადგილი გაიტესტოს და აქაც ეს ადგილი გაიტესტოს, ან თუნდაც ეს ადგილი გაიტესტოს, მაგრამ ეს ტრეიდები უკვე აღარ არის ხარისხიანი პირდაპირ რომ აიღო. რატომ აღარ არის ხარისხიანი? იმიტომ რომ ფასი აქ უკვე იყო და შენ თამაშობ ბრიტესტის რიტესტს. ანუ ნახე, ეს ფასი არის ამ ფასის რიტესტი და ახლა ეს ფასი აქამდე რომ ჩამოვიდეს და შენ პირდაპირ ტრეიდში შეხვიდე, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ თამაშობს რიტესტის რიტესტს, რაც უკვე რა თქმა უნდა აღარ არის საინტერესო და აღარ არის ხარისხიანი ტრეიდი. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ როცა მეთევზეები, ესე ვთქვათ,
ტბაში არიან და ესე ვთქვათ ბევრ თევზს იჭერენ, ხო? ანუ მანდ მოდის კიდე რა თქმა უნდა ბევრი მეთევზე იჭერენ, ძალიან ბევრ თევზს და შემდეგ თევზები ესე ვთქვათ ქრება, ანუ ვეღარ იჭერენ იმდენ თევზს, რასაც აქამდე იჭერდნენ, ხო? ამ შემთხვევაში რას აკეთებენ მეთევზები? ისინი ინაცვლებენ სხვა მდინარეში, სადაც უფრო მეტი თევზი არის, ხო? და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარანაირი თევზი აღარ არის და უნდა დაველოდოთ აღარ ლიკვიდობას, უნდა დაველოდოთ ახარ სცენარებს, უნდა დაველოდოთ ახარ ტრეიდებს იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ჩვენთვის ლონგები წარმოიშვას. რა თქმა უნდა, აქ გვაქვს ისევ სუპორტი. აქ მე ისევ ვეძებ ლონგებს მეგობრებო, მაგრამ ის რომ მე აქ სადმე პირდაპირ შევიდე, აი როგორც მაგალითად ფასი აქ რო იყო და მე აქ პირდაპირ ორდერი დავდე, ეგეთ ტრეიდს მე აღარ ვეძებ და რა თქმა უნდა აღარ გავაკეთებ. გამომდინარე იქიდან რომ ეს უკვე აღარ იქნება ჩემთვის ხარისხიანი ტრეიდი. რა თქმა უნდა დაველოდები ფასი აქ რას გააკეთებს, იმიტომ რომ გვაქვს იდეალური კონფირმაციები, ესე რომ გავხაზოთ, ხედავთ თუ რამხელა შეხებები არის, ანუ გავარღვიოთ თუ არა ეს ლეველი, გავდესეთ და ხედავთ რომ ლოკალურ ჰაიზე წაგვიყვანა, აქაც გქონდა ინტერაქცია, ესეც გავარღვიოთ თუ არა გქონდა ექსპენსია, ანუ ეს ლეველი არის რა თქმა უნდა სიგნიფიკანტი. დაველოდები ფასი აქ რას გააკეთებს, თუ მაგალითად გქონდა ესე ლიკვიდობის აღება, შემდეგ გავარღვიოთ. ეს ბოლო დროპ-ოფი და ვნახეთ რომ აქ არის ძლიერ, რა თქმა უნდა ვიქნები ლონგებით დაინტერესებული, ეს არის ერთი სცენარიო. შემდეგი სცენარიო არის რომ აქ ისევ ლიკვიდობა ავიღოთ და ესე ვთქვათ სკალპ ტრეიდი ავიღო, მაგრამ ეს ყველაფერი არის აქ რასაც გავაკეთებ, ეს ყველაფერი იქნება სკალპ ტრეიდი და უკვე დეი ტრეიდი აღარ იქნება. ნუ გააჩნია როგორ განვითარდება აქ ფასი, მაგრამ უფრო იქნება low time frame ტრეიდი, როგორც მაგალითად აი აქ შევიდი low time frame ტრეიდზე. რო გადავიდეთ აქ ისევ 15 წუთიანზე, რო აგიხსენეთ წეღა, ნახეთ. ანუ თავიდან დავკარგეთ ეს, შეგეძლო აქ შესვიყავ შორტში, მაგრამ მე დაველოდე აქ ორმაგ კონფირმაციას და ესეც რო დავკარგეთ, აქ შევედი შორტში, ანუ ენტრიც კარგი იყო, სტოპ ლოსიც კარგი იყო და რევარდი ხო საერთოდ კარგი და კარგი იყო. ანუ მე აქ და შემდეგ აქ სტოპ ლოსი ჩამოვიტანე იქ და რომ მე ველოდები რომ ფასი ჩამოვიდეს აქ და თუ არ ჩამოვაქ, მაინც ძალიან კარგ მოგებაში გავისტოპები. ანუ ჩემი სტოპ ლოსიც იქნება ჩვეულებრივი take profit-ი, რაც აუცილებელი არის ტრეიდინგში. ტრეიდინგში შენ სტოპ ლოს თუ გარდაქმნი take profit-ად, უკვე ასე ვთქვათ ძალიან შორს ახარ ტრეიდინგში და უკვე იცი ესე ვთქვათ რა არის ტრეიდინგი. ანუ ნახეთ, აქ ველოდები ერთ ლონგს, ფასში აქ ველოდები მეორე ლონგს. კიდევ სად ველოდები მე ლონგს, გადავიდეთ უფრო მაღალ ტაიმ ფრეიმებზე. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიოთ ეს აიც, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ აქაც შეგვიძლია სკალპ ლონგი ავიღოთ, მაგრამ მე არ ვარ ამ ლონგებში დაინტერესებული. რატომ გეტყვით ახლა ჩვენ თუ გადავიდეთ და იმიტომ გეუბნებით ხოლმე რომ ყოველთვის უნდა დავაფიქსიროთ მაღალ ტაიმ ფრეიმზეც რა ხდება ხოლმე. ნახეთ დეილიზე რა ხდება. ჩვენ ახლა მაგალითად 4 საათზე თუ ვთქვით რომ ეს გავარღვიოთ და შემდეგ კიდე აქ ლონგი ავიღოთ, არ იქნება ხარისხიანი, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ჯერ ეს დეილი. ამიტომ მე დაველოდები ჯერ ლონგისთვის რომ ეს დეილი გავარღვიოთ. როგორც წინაზე ახსენე რომ აქ არის სუპორტი, აქ არის რეზისტენცი და ახლა ჩვენ ვართ ესე ვთქვათ აი ამ რეინჯის შუაში, სადაც რა თქმა უნდა ტრეიდები არის უფრო და უფრო სახიფათო. ამიტომ მე დაველოდებოდი რომ ეს გაგვერღვია და მაგ შემთხვევაში შევეცდებოდი რომ მომეძებნა ლონგები. ანუ ჩემთვის არის პირველი ეს სცენარი, მეორე ეს სცენარი, მესამე სცენარი არის რა თქმა უნდა რომ ეს თუ ჩამოვარღვიეთ, აქ შევიდეთ შორტში. ნახოთ კიდე 1 საათიანზე რა ხდება. რა თქმა უნდა აქ მაღლა გვაქვს კიდე ლიკვიდობა მეგობრებო, რა თქმა უნდა არ ვიცით ფასი ახლა სად შეჩერდება, ყველგან შეიძლება შეჩერდეს, შეიძლება შეჩერდეს რა თქმა უნდა აი აქ, იმიტომ რომ აქ გვაქვს ლიკვიდობა. შემდეგ სად შეიძლება შეჩერდეს? ანუ ამ დიდ ბოქს გავაკეთებ, ესეთ ბოქს გავაკეთებ. და აქ გავაკეთებ ესეთ ბოქს. ველოდები ფასი თუ ამოვიდა აქამდე. დაველოდები აქ შორტებს. და აქაც რა თქმა უნდა დაველოდები შორტებს. რა თქმა უნდა ესეც თუ გავარღვიოთ, მაგ შემთხვევაში გავაკეთებ ესე ვთქვათ long scalps, მაგრამ რა თქმა უნდა high time frame-ზე უკვე ვიქნებით რეზისტენცი და რა თქმა უნდა ეს აღარ იქნება ძალიან საინტერესო ტრეიდი, ამიტომ ლონგები უფრო ხარისხიანი იქნება აი აქ. მაგრამ ეს ვთქვათ პირდაპირ ლონგის ტრეიდები დავდოთ, რა თქმა უნდა არ იქნება საინტერესო. თუ ჩვენ არ გავარღვიოთ ახლა მაგალითად ეს ლეველი და ვერ შევძელით რომ მაღლა წავსვლა, რა თქმა უნდა მაღალ time frame-ზე, ანუ daily-ზე ვხედავთ ამ ყველაფერს. ანუ ჯერ დაბალ time frame-ზე გითხრათ, ანუ ჩვეულებრივად ეს თუ ვერ გავარღვიოთ და ვერ წავედით მაღლა, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მით უმეტეს ამასაც თუ დავკარგავთ, რომ უფრო ქვემოდან ავიღოთ ლიკვიდობა, იმიტომ რომ თუ ეს ლიკვიდობა არ იყოს საკმარისი რომ ბაზარმა გააგრძელოს მაღლასვლა, რა თქმა უნდა ერთ ჯერზე მაღლა არ წავა და იქნება აქ საჭირო, ასე ვთქვათ, რეინჯი და შემდეგ ძალის მოკრიფა და მაღლა წასვლა, მაგრამ თუ ვერ შევინარჩუნეთ და სიძლიერით თუ ვერ დავანახეთ, ესე დავინახეთ ბაზარზე, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბაზარი წავა მაღლა და daily კონსტრუქციაც მაგას მეუბნება, გვეუბნება იმას რომ ნახეთ, ანუ აქ დავკარგეთ ეს low, გავაკეთეთ lower high
შემდეგ გავაკეთეთ აქ higher low უკაცრავად, მაგრამ ახლა ჩვენ თუ არ გავაკეთეთ higher low და ტრენდი არ გავაგრძელთ და უბრალოდ გავაკეთეთ ესე ვთქვათ lower high, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბაზარი უფრო ქვემოდან აიღებს ლიკვიდობას და ეს შეიძლება იყოს აი ეს area. ამიტომ ჯერჯერობით მე ახლა თავშეკავებული ვარ, ყველა კაი ტრეიდი, ყველა ასეთი რომელიც უნდა გეთამაშა ეთერიუმზე უკვე იყო. და ახლა უბრალოდ უნდა დაელოდო ბაზარი რას გააკეთებს. ქვემოთ ავარ, როგორც წეგან გითხარით, დაინტერესებული ლონგებით, აქაც ავარ, რა თქმა უნდა, ლონგები დაინტერესებული, მაგრამ ეს უკვე ფასში, ქვემოთ და კიდე ქვემოდან თუ ავიღეთ ლიკვიდობა და აქ მაღლა უკვე ასე ვთქვათ, შორტები თუ არ უფრო დაინტერესებული. გადავიდეთ ახლა ბიტკოინზე მეგობრებო, იმიტომ რომ ბიტკოინზეც გავაკეთე ერთი ტრეიდი, სადაც გავისტოპე. ანუ ეს მედო თავიდან აი აქ მე მგონი ვიდეოშიც მქონდა ეს განხილული. კი ბატონო, ვიდეოშიც მქონდა განხილული ეს ტრეიდი პირდაპირ რომ აგვიღო, ანუ ხედავთ რომ რომც ყოფილიყავი ამ ტრეიდში შეგივსებდა და არ გაისტოპებოდი, ახლა პირიქით პლუსში იქნებოდი, მაგრამ მე ეს ტრეიდი გავაუქმე, რატო გავაუქმე? იმიტომ რომ ბაზარი აქ რო იყო ეს რო ჩამოვარღვიეთ და მაგ შემთხვევაში თუ გაიტესტებოდა, ეს ჩემთვის იქნებოდა იდეალური ენტრი. მაგრამ როცა ბაზარმა ქვემოდან აიღო ლიკვიდობა და ლიკვიდობით წამოვიდა მაღლა, მაგ შემთხვევაში უკვე ჩემთვის აღარ იყო ეს ტრეიდი საინტერესო და რა თქმა უნდა ეს ტრეიდი გავაუქმე, იმიტომ რომ მთლიანი ძალით მოდიხარ მაღლა და შენ არ გინდა რომ ამ ლონგერების საწინააღმდეგოდ ტრეიდი აიღო. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ტრეიდს, ანუ რა თქმა უნდა ვიცოდით რომ აქ იყო მაღალ ტაიმფრეიმზე ესე ვთქვათ 4 საათიანზე იყო აქ რეზისტენცია, ანუ ამის კონფირმაციასაც ვხედავთ აი აქ იდეალურად და ანუ აქ ვეძებდი ესე ვთქვათ შორტს. ვხედავთ რომ აქ ესე ვთქვათ ფასი რო ამოვიდა, ეს დაბალ ტაიმფრეიმზე იყო, რა თქმა უნდა, ფასი რო ამოვიდა აქ, ანუ ხედავდით რომ ერთი იყო ლონგ სცენარი, რომ ეს გაარღვია, გაეტესა და წასულიყო მაღლა, მაგრამ მე ლონგ სცენარით არ ვიყავი დაინტერესებული, იმიტომ რომ 4 საათიანზე გქონდა რეჯექშენი, ამიტომ სანამ 4 საათიანზე ამას არ გავარღვევდით, ჩემთვის არ იყო საინტერესო ესე ვთქვათ ლონგის მოძებნა, ამიტომ ვეძებდი შორტებს და არა იყო ჩემი კონფირმაცია იმისთვის, რომ შორტები ამიღო, ანუ აქაც ხედავთ უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე რო გადავიდეთ. ხედავთ რომ აქ იყო ესე ვთქვათ ლიკვიდობის აღება, შემდეგ ეს მთლიანი სუპორტი. ხედავთ აქ რომ დავკარგეთ და ანუ ზუსტად აი ეს სუპორტი იყო ჩემი ენტრი აქ, შევედი აქ შორტზე და სტოპ ლოსი დავაყენე აქ. ეხლა ნახეთ რა ხდება, რატო დავაყენე სტოპ ლოსი აქ, ანუ ბევრმა შეიძლება თქვას რომ აი სტოპ ლოსი უნდა და სტოპ ლოსი მე ვაყენებ აქ, ანუ ვიკის ბოლოს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვიკის ბოლოს არასდროს არ ვაყენებ სტოპ ლოსი, იმიტომ რომ ეს ვიკი ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არის, ეს არის ჩვეულებრივი ლიკვიდობა. რო გადახვალ დაბალ ტაიმფრეიმზე, რა შეგიძლია დაინახო, რა თქმა უნდა სტოპ ლოსი შევხოლმე დაბალ ტაიმფრეიმზე და სტოპ ლოსი ზრუნავ იმაზე, რომ ეს თქვა გასატესტი ადგილები დაფარო, ხომ? და ნახეთ მაგალითად, ეს ადგილი გასატესტი იყო და კარგი ენტრი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მე უფრო ქვემოთ ავიღე. შემდეგ არის ეს ადგილი კიდე გასატესტი, ანუ ვიკები ერთმანეთს შეეხო, როცა ვიკები ერთმანეთს ეხება, ეს უკვე გატესტვას ნიშნავს, ანუ შეგვიძლია ეს ლეველი უკვე გატესტილად ჩავთვალოთ, ანუ შეგეძლო სტოპ ლოსი დაგეყენებინა აქ, მაგრამ აქ იქნებოდა ძალიან აგრესიული და ანუ მე გადავწყვეტე რომ აქ დამეყენა სტოპ ლოსი, ეს ვიკი დამეფარა, იმიტომ რომ 3 წუთიანზეც უფრო კარგად ხედავდი ამ კონსტრუქციას. გავადიდოთ. ხსენ წავშალოთ კარგად რომ დავინახოთ. ანუ მე ჩემი სტოპ ლოსით მოკლედ დავფარე აი ეს ვიკიდან კონფირმაციებიც კარგი მქონდა გამომდინარე იქიდან რომ აქაც ეს ლიკვიდობა ტყუილებრალოდ არ არის. აქ ისტორიაში ცოტა მაღლა იყო რა თქმა უნდა ესე. მოკლედ ხედავთ რომ ანუ შემეძლო take profit ერთი ამიღო, მაგრამ არ ავიღე, იმიტომ რომ ბაიასი მქონდა მაინც შორტზე, მithumet ეს ეთერიუმის შორტი კარგად რო წავიდა, გავბედე და ესე ვთქვათ, უფრო მეტი რისკი ავიღე და take profit ერთი არ დავაფიქსირე, ესეც შეიძლება ხოლმე როცა ერთი ტრეიდი კარგად მიდის, ანუ როცა win streak-ში იზიხარ, იმიტომ რომ რამოდენიმე ტრეიდი მომგებიანი გავაკეთე ზედიზე და ამიტომ შეიძლება ხოლმე უფრო დიდი რისკის აღება. ვხედავთ აქ რომ გავისტოპე და შემდეგ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ. რა თქმა უნდა, ეხლა მე აქ რო დამეყენებინა ჩემი სტოპ ლოსი, მაგ შემთხვევაში შეიძლება არ გავსტოპილიყავი და ესე ვთქვათ, ეხლა ისევ პროფიტში ყოფილიყავი, მაგრამ ეს არ შეესაბამება ჩემ ესე ვთქვათ ტრეიდინგ სტრატეგიას, იმიტომ რომ ანუ ეს ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ არის, თან აქ რო გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, ჩემი რევარდიც მთლიანად ფუჭდებოდა, თან აქ აღარაფერი აღარ იყო გასატესტი, ანუ ეს რაც მოხდა, ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივად манипуляციათან ეს ყველაფერი მოხდა, როცა ბაზარი გაიხსნა. ხშირად ვამბობ ხოლმე, როცა ბაზარი იხსნება, თუ ტრეიდში არ ხარ, მაგ შემთხვევაში იზრუნე ხოლმე იმაზე, რომ დეფენსიურად შეხვიდე და დეფენსიური სტოპ ლოსი დააყენე, მაგრამ მე უკვე ესე ვთქვათ, დილიდან ვიყავი ამ ტრეიდში 11-12 საათიდან, იმიტომ რომ აქ შემივსო.
და ამიტომ უკვე აღარანაირი აზრი აღარ ქონდა, რომ მე დეფენსიური სტოპ-ლოსი ამიღო, ან ესე ვთქვათ, ეს ტრეიდი არ ამიღო და დავალდებოდი ნიუ-იორკ სესიას გახსნის შემდეგ რა მოხდებოდა. მოკლედ, არის თუ არა ეს ტრეიდი, ცუდი ეს ტრეიდი, რა თქმა უნდა არ არის. ცუდი ეს არის იდეალური ტრეიდი, ეს არის კარგი ტრეიდი, რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი რომ ასეთი თუფი არის, იმიტომ რომ ასეთი თუფები იყო აქ ქვემოთ. აქ შორტიც არის ასეთი თუფები, მაგრამ ესე ვთქვათ, დაბალ ტაიმ ფრეიმზე სკალპინგი იყო, ამიტომ ესე ვთქვათ, ის სკალპს რომ იღებ ხოლმე ესეთ დონეზე, ეს რა თქმა უნდა სეტუპს გიფუჭებს, მაგრამ რევარდი არის ხოლმე ძალიან დიდი. ანუ ამ ტრეიდით მე მაინც კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ გავისტოპე, იმიტომ რომ ჩემ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ შევსულიყავი ტრეიდში. ეხლა კიდევ ნახოთ ბიტკოინი. გააგრძელებს თუ რა მაღლას ნახეთ, აქაც ზუსტად იგივე რაღაც ხდება. ჩვენ თუ არ გავარღვიოთ აი ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ უბრალოდ დავარეჯექტებთ და წამოვალთ ქვემოთ. ეს არის დეილიზე უბრალოდ ჩვენი ანუ თუ როგორ გამოიყურება ჩარტები. სხვათა შორის ვიკლიზე არ შემიხედავს. ვიკლიზე ნახეთ, ანუ ეს არის ის წერტილი, რომელმაც აგვიყვანა ჩვენ all time high-ზე. ვიკლიზე ჩვენ ეს თუ დავკარგეთ, რა თქმა უნდა შეიძლება ეს არ დავკარგოთ, ორმაგი კონფირმაცია შეიძლება გქონდეს, მაგრამ ჩვენც უფრო ეს დროპ-ოფია საინტერესო. თუ ვიკლიზე ეს სანთელი დავხურეთ ამ ლეველის ქვემოთ, მაშინ შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ უფრო ქვემოთ შეიძლება ლიკვიდობა აღებული იქნას. ამიტომ მე ასე ვთქვათ, არ გამოვირიცხავ, რომ უფრო ქვემოთ ავიღოთ ლიკვიდობა და ნახეთ ეს ლეველი ზუსტად ემხრობა იმ ლეველს, რომლებსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ, იმიტომ რომ ნახეთ, გვაქვს high, გვაქვს lower low, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი low ბოლო, რომელმაც აგვიყვანა ლოკალურ high-ზე, გვაქვს lower low, გვაქვს lower high, შემდეგ გვაქვს lower low. ანუ ახლა შეიძლება ტრენდი უბრალოდ გაგრძელდეს, წავიდეთ ქვემოთ და ავიღოთ ქვემოდან ლიკვიდობა. ანუ მე ამ სცენარისთვის ვარ მზად და უფრო ესე ვთქვათ, შორტებზე ვარ დაინტერესებული. ახლა ბაზარი უფრო კიდე მაღლა თუ წამოვიდა, ვიქნები რა თქმა უნდა შორტებით დაინტერესებული. ნუ რა თქმა უნდა, აქ გქონდა ჩვენი rejection-ი. მაღლა ავიღოთ. ეს არის ჩვენი ლეველი, სადაც გქონდა rejection-ი, რა თქმა უნდა. რა შემთხვევაში მოვძებნიდი მე ლონგებს, იმ შემთხვევაში თუ ამას 4 საათიანზე გავარღვევდით, მაგ შემთხვევაში მოვძებნიდი ლონგებს, მაგრამ ეს ლონგები არ იქნებოდა ძალიან ხარისხიანი, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დეილიზე, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად ჩვენი რევარდი შეიძლება წამოვიდეს აქამდე, ამიტომ ეს ტრეიდს უფრო რაღაც სახიფათოს ხდის, ამიტომ მე უფრო შორტებით ვარ დაინტერესებული. აქ უკვე ერთი შორტი ავიღე და ეხლა სხვათა შორის კიდევ კარგი შორტი წამოვიდა წინ. ეცადე ნახოთ. ნახეთ, აქ იყო კიდევ ერთი საინტერესო შორტი. აქ გავისტოპე მე, მაგრამ ანუ ხედავთ, რომ არაფერი არ გავუკეთებია, ესეთ არაფერი არ გავურღვია, იყო უბრალოდ ლიკვიდობის აღება. და ესე ვთქვათ, ხედავთ, რომ ეს სუპორტი ისევ დავკარგეთ. თან გქონდა აქ აღმავალი კომპრესია, ჩამოვარღვეთ მთლიანად, ანუ ეს იყო კიდევ იდეალური შორტი შესასვლელად. სად შევიდოდი ახლა მე კიდე შორტზე? ეს ლეველი იყო საინტერესო, მაგრამ სასურველი იყო, რომ 15 წუთზე დაგვეკარგა. ნახე, აქ ახლა ჩვენ ამ ლეველს თუ დავკარგავდით, ანუ ამ მწვანე სანთელს თუ გავხსნით და დავხურავდით ამ ლეველის ქვემოთ, მაგ შემთხვევაში მე გავბედავდი აქ პირდაპირ შორტში შესვლას, მაგრამ რახან არ დავკარგეთ და დავარეჯექტეთ. ცოტა ვფრთხილობ, ნახოთ აქ რა შეიძლება მოხდეს. ავიღებ აქ შორტს გამომდინარე იქიდან, რომ 1 საათიანზე დავკარგეთ ჩვენ ეს ლეველი. რა თქმა უნდა 15 წუთიანზე ამას ვინ არჩუნებს და არც თუ ის ხარისხიანი ტრეიდი გამოდის შორტი. მაგრამ ანუ დიდი მაღალი ტაიმ ფრეიმები უფრო საინტერესო არის ჩემთვის, რა თქმა უნდა. არ არის ეს სხვათა შორის ასე თუფი. იმიტომ რომ კონსტრუქცია არ არის ესეთი ძალიან კარგი, მაგრამ მე მზად ვარ, რომ მაინც აქ შევიდე ტრეიდში, რა თქმა უნდა, ცოტა სარისკო ტრეიდი არის, მაგრამ ну კონფირმაციები არის, ამიტომ ვინ ვარ მე რომ ეს ვთქვათ ეს ტრეიდი არ ავიღო, როცა კონფირმაციები არის, რა თქმა უნდა. ну აქ რა თქმა უნდა ერთხელ უკვე გავისტოპე, მაგრამ ანუ კონფირმაცია არის, ამიტომ ისევ გავბედავ ამ ტრეიდში შესვლას. თუ სად დავაყენებ სტოპ-ლოს, რა თქმა უნდა, ანუ entry და stop-loss-ი რო განსაზღვროთ ახლა.
მე პირდაპირ ენტრიებს და stop loss არ მოგცემთ მეგობრებო, მაგრამ გეტყვით თუ სად ვუყურებ მე პლუს მინუს. პრინციპში ეს entry. ეს entry საინტერესო არის პრინციპში. რაც შეეხება stop loss. Stop loss-ი ნახეთ, ესეც გატესტილია, ესეც გატესტილია. ნუ აქ შეიძლება კიდე რაღაც იყოს გასატესტი, ამიტომ ჩემ stop loss აქ დავაყენებდი. პლუს მინუს. ნახოთ ახლა როგორი სეტუპი გამოვა. მაგრამ ამ ტრეიდში მე უკვე ნახევარი პროცენტით შევარ გამომდინარე იქიდან, რომ ერთხელ უკვე გავისტოპე. სადღაც ჩვენი stop loss-ი არ გეტყვით მე თქი სად შევალ და სად გამოვალ, but მაინც ესე გამოვიდა. ოკეი. ანუ უფრო კარგი იქნებოდა ტრეიდი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ low-ს დავკარგავდით. აი ამ low-ს 5 წუთიანზე დავკარგეთ, ანუ ხედავთ რომ აქ 5 წუთიანზე დავკარგეთ, მაგრამ სასურველი იქნებოდა რომ 15 წუთიანზეც დაგვეკარგა, მაგრამ მაღალ time frame-ზე რო გადახვალ, ნახევარ საათზეც ვინარჩუნებთ. საათიანზე არ ჩანს ეს. ნუ დავარეჯექტეთ, ჩემი აზრით მაინც გამოწამოვთ. ავიღებ ამ ტრეიდს მაინც, ანუ საერთო ტრეიდი არის, მაგრამ მაინც ავიღებ 9% და ვნახოთ რას იზავს. ნაკლები კონფირმაციები გვაქვს გამომდინარე იქიდან რომ ამას ვინარჩუნებთ, მაგრამ 1 საათიანზე მაინც ასე ვთქვათ არ ჩანს აქ ისინი რა ქვია, price action-ი და 1 საათიანზე ეს მაინც დავკარგეთ. ამიტომ თან ლიკვიდობა გვაქვს აღებული, მაინც გავბედავ ასე ვთქვათ ამ ტრეიდში შესვლას. მოკლედ ეს არის ჩემი ტრეიდი, რასაც გავაკეთებ. ახლა მე თვითონ ვცდავდებ აქ ტრეიდს, რევარდი იქნება რა თქმა უნდა აქამდე, ანუ ყველა ხედავს რომ რევარდი უნდა იყოს აქამდე. Price action-ი არის საინტერესო. ანუ take profit ნახოთ. რა ხდება? Take profit ერთს აქ დავფიქსირებ პლუს მინუს ცოტა მაღლა. შემდეგი დაფიქსირდება აქ. შემდეგი უკვე ლიკვიდობაზე. ნუ რაც შეეხება ახლა მაღალ time frame-ს და აქვს თუ არა Bitcoin-ს იმიზალა რომ წავიდეს მაღლა, ახლა ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავ რომ თქვა რომ აი ბაზარი მაღლა წავა, იმიტომ რომ სანამ ამას ჩვენ არ გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში მე შორტებით ვარ დაინტერესებული მაღალ time frame-ზე. ახლა რაც შეეხება ლონგებს, რა თქმა უნდა, ორივე მხარე შეიძლება ვაჭრობა, ლონგების აღებაც შეიძლება და სად შეიძლება ლონგები ავიღოთ? ლონგები შეიძლება ავიღოთ იქ, სადაც მე მაქვს ჩემი take profit-ები დადებული. აქ რა თქმა უნდა ძალიან აგრესიული იქნებოდა, ამიტომ არ ვარ დაინტერესებული აქ ლონგების აღებით, მაგრამ აქ ვარ დაინტერესებული რა თქმა უნდა ფასში. და აქაც ვარ დაინტერესებული ლონგით, აქაც რა თქმა უნდა ფასში. იმიტომ რომ აქ პირდაპირ ტრეიდს არ ავიღებ, იმიტომ რომ stop loss-ს ყველა ხედავს და ეს ჰაერში დაკიდული არის თითქოს, ამიტომ არ მინდა აქ ტრეიდის აღება. თუ პირდაპირ ტრეიდს ავიღებდი, ისევ აქ დეფენსიურს ავიღებდი, მაგრამ პრობლემა არის, რომ stop loss აქ დააყენებდი, მაგრამ ანუ ყველა ხედავს თითქმის ამ stop loss, თან ვიცით რომ ნახეთ ეს ადგილიც აქ გასატესტი არის, ამიტომ პირდაპირ არ ავიღებდი მე ამ ტრეიდს და აქ კიდევ გვაქვს ერთი გასატესტი ადგილი. ეს რა თქმა უნდა low time frame სეტუპები მეგობრებო. ნუ აქაც ესე ვთქვათ დავალოდები ფასში რას იზავს. და შემდეგ ესე ვთქვათ შევეცდები რომ აქ ფასში ავიღო ტრეიდი. პირდაპირ არ ვარ აქ დაინტერესებული ტრეიდებით. სხვათა შორის ეთერიუმზე უფრო მომწონს price action-ი ვიდრე Bitcoin-ზე, იმიტომ რომ ეთერიუმზე უფრო ესე ვთქვათ გასაგებად არის ყველაფერი და უფრო კარგ ხარისხიან ტრეიდებს იღებ. ნახოთ მაღალ time frame-ზე ეს ლეველი მომწონს, ეს ლეველი ნახეთ 4 საათიანებზეც იდეალურად ემთხვევა ეს ყველაფერი. და თუ ეს ლეველები ვერ შევინარჩუნოთ მეგობრებო, ისევ ქვემოთ უყურებ მე, რომ შეიძლება ამის ლიკვიდობა იყოს აღებული და ეს თქვათ უფრო ქვემოთ გაიტესტოს და უფრო ქვემოდან ავიღოთ ლიკვიდობა, მაგრამ ანუ უნდა დაველოდოთ ბაზარი რას გააკეთებს და რას გვანახებს. იმედია მოგეწონათ ვიდეო, მოგეწონათ აპდეიტი. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დასვით ვიდეო კომენტარებში, ან შემოდით Discord-ზე და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.